მოგესალმებით. დავიწყოთ 2025 წლის პირველი ვარიანტის განხილვა. ერთი მთელი 3/5 შეგვიძლია ჩავწეროთ როგორც 1/6 და მრავლდება 3/1. 3/1 ეს არის 9/13 დამატებული 1/13, ანუ 10/13. მრავლდება 10/13. 1/16 მინუს 2/2, ეს არის მინუს 0/6. 0/16 რომ გავამრავლებთ 10-ზე, მივიღებთ მინუს 6/13, ანუ მინუს 2. შემეძლო თავიდანვე ჩამეწერა წილადებით 1/3 იქნება 5/5 დამატებული 3/5, ანუ 8/5. ნუ 8/5 მინუს 2/2 ჩავწეროთ 22/100 და გავამჟღავნოთ 10/13. ეს იქნება 8/5 მინუს 11/5 გამრავლებული 10/13. ანუ მინუს 3/5 და 10/13 ნამრავლი. მინუს 2. იმიტომ უმცირესი სამნიშნა რიცხვი, რომელიც როგორც 4-ზე, ასევე 7-ზე გაყოფისას იძლევა 3-ის დოლმარს. 4-ზე და 7-ზე გაყოფისას 3-ის დოლი ნაშთი გვინდა რომ მივიღოთ. ასეთი რიცხვია. უმცირესი რიცხვი, რომელიც 4-ზე იყოფა და ნაშთი 3-ს გვაძლევს, უმცირესი ნატურალური რიცხვი, რაც რიცხვია 3. ჩვენ გვინდა ასევე 7-ზე გავყოთ, ასევე ნაშთი 3 გავყოთ 7-ზე, განაყოფში მიიღება 0, ნაშთი 3. ეს ჩვენ სამნიშნე რიცხვი გვინდა. შემდეგი რიცხვი, რომელიც 4-ზე და 7-ზე იყოფა, უნაშთოდ არის 28. 28 გავყოთ 4-ზე 7-ია, 7-ზე გავყოთ 4-ია, ანუ 28. 4x7 პლუს 3 იქნება რიცხვი, რომელიც 4-ზე გაყოფისას, ან 7-ზე გაყოფისას ნაშთი 3-ს მოსცემს. შემდეგ იქნება 2x28 პლუს 3. 3x28 პლუს 3. ანუ უნდა ვეძებოთ უმცირესი სამნიშნე რიცხვი. 3x28 არის 90-ზე ნაკლები და 90-ზე ნაკლებს რომ 3-ს დავამატებთ, სამნიშნე რიცხვს ვერ მივიღებთ. 4x28. 4x28 არის 80 და 32. 80 და 32 იქნება 112 პლუს 3. ეს იქნება 115. საათის საფასური გაიზარდა 20%. საწყისი საფასური არ ვიცი რამდენი იყო 100%. გაიზარდა 20%, გახდა 120%. შემცირდა 20%. 20%-ით შემცირება ნიშნავს, რომ გახდა 80%. ანუ 120-ის 80 მიასეთი. ეს არის 12x8, ანუ 96%. 96% მითხეს, რომ 96 ლარია. მაშინ საწყის თანხა ბუნებრივი ექნება 100 ლარი. სამკუთხედის კუთხეების შეფარდება არის 1-3-5. ანუ კუთხეები იქნება A3-5. მათმა ჯამმა უნდა შეადგინოს 180 გრადუსი.
9 ჯერ კატო 80-ია. 1 კ იქნება 20 გრადუსი. უნციაში კუთხის სიდიდე გამოდის 1 კ, ანუ 20 გრადუსი. ნული მთელი 5 მეტრი რადიუსის მქონე წრის ფორმის გასაშლელი მაგიდის გაშლის დროს ნახევარწრის ფორმის ნაჭერს შორის ჩადგეს მართკუთხედის ფორმის ნაჭერი, რომლის დიაგონალიც ვიცით, რომ არის ფესვი 5-ის ტოლი. ანუ აი ეს არის ფესვი 5. ეს დიამეტრია, რადიუსი თუ 0.5-ია, ეს 1 მეტრი გამოდის. ამის სიგრძე, ამ მართკუთხედის სიგრძე არ ვიცით და შემეძლია გამოვთვალო პითაგორას თეორემით. პლუს მინუს 2 უნდა დავწერო აქ, მაგრამ საქმე ეხება მაგიდის სიგრძეს, ანუ ეს იქნება 2. რაც შეეხება გაშლილი მაგიდის ფართობს, 2 ნახევარწრის ფართობი, ანუ 1 წრის ფართობი, ანუ πr კვადრატს. πr კვადრატი რამდენია? რადიუსი 1-ია. ანუ ექნება, არა, ბოდიში 0.5 მეთოდია. ანუ ექნება π ჯერ 0.25, ან უბრალოდ π მეოთხედი. რაც შეეხება მართკუთხედის ფართობს, მართკუთხედის ფართობია ის 1 ჯერ 2. ანუ 2. ანუ პასუხი იქნება 2-ს დამატებული მთელი ფართობი იქნება 2-ს დამატებული π მეოთხედი. რაც შეეხება მე-6-ს, შეგახსენებთ, რომ თუ A დადებითია n ხარისხის ფესვი A ხარისხად m-დან არის A ხარისხად m შეფარდებული n. მესამე ხარისხის ფესვი 2-დან. მესამე ხარისხის ფესვი 2, ეს არის 2 ხარისხად 1 მესამე. და მესამე ხარისხის ფესვი 2, ეს არის 2 ხარისხად 1 მესამედი ხარისხად 1 მესამედი, ანუ 2 ხარისხად 1 მეცხრედი. ანუ რა გამოდის? 2 ხარისხად A ტოლია 2 ხარისხად 1 მესამედი გამრავლებული 2 ხარისხად 1 მეცხრედზე და ეს ხარისხად 3 მეორედი. ანუ გამრავლების დროს ხარისხის მაჩვენებლები იკრიბება 1 მესამედს პლუს 1 მეცხრედი ხარისხად 3 მეორედი. 1 მესამედი ეს არის 3 მეცხრედი, ანუ 2 ხარისხად 4 მეცხრედი ხარისხად 3 მეორედი. ხარისხი აყვანეს დროს ხარისხის მაჩვენებლები მრავლდება და იქნება 2 ხარისხად 2 მესამედი. შესაბამისად A იქნება 2 მესამედი. მოცემული გამოსახულების მნიშვნელობა უნდა ვიკავოთ, თუ A და B რიცხვები არ მოყოფილებენ პირობას და ჩამოთვლია რა პირობასაც მოყოფილებენ. ამას და ამას. შეგახსენებთ ასეთ ფორმულას, რომ x-y-ის ნამრავლი x პლუს y-ზე ეს არის x კვადრატს მინუს y კვადრატი. შესაბამისად, მეოთხე ხარისხის ფესვი A-ს მინუს მეოთხე ხარისხის ფესვი B ნამრავლი მეოთხე ხარისხის ფესვი A-ს პლუს მეოთხე ხარისხის ფესვი B-ზე ეს იქნება მეოთხე ხარისხის ფესვი A-ს კვადრატს მინუს მეოთხე ხარისხის ფესვი B-ს კვადრატი. ანუ ფესვი A-ს მინუს ფესვი B. ეს გითხეს, რომ 2-ია. ეს გითხეს, რომ 3-ია. მაშინ საძიებელი სიდიდე იქნება 2 მესამედის დოლი. მაგრამ ეხლა მე აქ რა შემეშალა? აქ წერია მეოთხე ხარისხის ფესვი B-ს მინუს მეოთხე ხარისხის ფესვი A. მე რაც ვიპოვე, ეს არის მეოთხე ხარისხის ფესვი A-ს მინუს მეოთხე ხარისხის ფესვი B. მაგრამ გეკითხებოდნენ რას? ამას. შესაბამისად, მეოთხე ხარისხის ფესვი B-ს
მინუს მეოთხე ხარისხის ფესვია, იქნება -2/3 ტოლი. ანუ აქ პასუხი იქნება -2/3. იმპოვეთ y ტოლია x + b წრფის კოეფიციენტით. ცნობილია, რომ როდესაც წრფეზე მოძრავი წერტილის აფსისა გაიზრდება 2 ერთეულით, მაშინ ორდინატა შემცირდება 3 ერთეულით. შეგიძლიათ რამე კონკრეტული რიცხვები აიღოთ, მაგალითად, წერტილი, რომელიც ამას მდებარეობს, რაღაც მიანიჭოთ მნიშვნელობები და b-ს, ანუ აქ რაღაც x-ი და y-ი დავწეროთ. მაშინ აქ იქნება x + 2 და y + 3 და გამოთავად. მაგრამ თუ გავიხსენებთ დახრა, ეს არის y2 - y1 შეფარგლებული x2 - x1-თან. აფსისა გაიზარდა 2 ერთეულით. ორდინატა შემცირდა. ანუ y-ის ცვლილება არის ყოფითი, x-ის ცვლილება დადებითი და იქნება -3/2. მოცემული არის გარკვეული წრფივი ფუნქციის გრაფიკი და უნდა ვეპოვოთ აწერტილის კოორდინატები, ანუ x ღერძთან კვეთა მაინტერესებს. როგორც ჩანს, კას მნიშვნელობა დამჭირდება. ეს კუთხე მოცემული ამოცანის პირობაში, რომ ეს კუთხე არის 30 გრადუსი, ეგ იმას ნიშნავს, რომ k არის ტანგენს 30, ანუ მინუს კი რადგაც 1 შეფარდებული ფესვსა პლუს 1 შეფარდებული ფესვსა. ახლა რაც შეეხება აწერტილის კოორდინატებს. აწერტილის კოორდინატები რომ ვიპოვოთ, ამისთვის y უნდა გავუტოვოთ ნულს. მისი y კოორდინატი ნულის ტოლია. x ღერძთან კვეთის წერტილია. ანუ ჯერ x + 1 შეფარდებული k უდრის ნულს. აქედან kx იქნება -1 შეფარდებული k-სთან, x იქნება -1 შეფარდებული k კვადრატთან. ანუ x ტოლია -1 შეფარდებული 1 შეფარდებული ფესვის 3-ის კვადრატთან. ანუ -1 გამრავლებული 3-ს. ანუ -3. ანუ აწერტილის კოორდინატები იქნება -3, 0.